საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევები კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით ქვეყანაში 2860 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც 216 ადამიანი სიცოცხლე მსხვერპლა, ხოლო 3816 ადამიანი დაშავდა. რეგიონული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ავარიების რაოდენობით თბილისი ლიდერობს, თუმცა გარდაცვლილთა მაღალი მაჩვენებლით იმერეთი ერთ-ერთ ყველაზე მძიმე რეგიონად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ იმერეთში ავარიების რაოდენობა თბილისზე თითქმის 4-ჯერ ნაკლებია, დაღუპულთა რაოდენობით მხოლოდ 5 ადამიანით ჩამორჩება, რაც რეგიონში გზებზე უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს. მოქალაქეების ნაწილი მომხდარს როგორც მძღოლების, ისე ქვეითების დაუდევრობას უკავშირებს. მათი თქმით, ხშირად ირღვევა საგზაო მოძრაობის წესები, მძღოლების სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობენ, ხოლო ქვეითები გზას არასათანადო ადგილებში კვეთენ, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. ქუთაისში ასევე საუბრობენ მართვის მოწმობის აღების მინიმალური ასაკის გაზრდის შესაძლებლობაზეც. მოქალაქეები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია. მათი თქმით, აუცილებელია უფრო მკაცრი კონტროლი საგზაო წესების შესრულებაზე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, კამერებისა და მონიტორინგის სისტემების გაფართოება, ასევე საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეწყინებათ, რო ვამბობ, მაგრამ აი 16-17 წლის ბავშვებს რო ურიგებენ წიგნაკებს და რო აძლევენ მართვის მოწმობებს, ამის ბრალია ნახევარზე მეტი. ანუ მართვის მოწმობის გაცემა არ ხო, როგორ შეიძლება აბა ბავშვი სკოლა არ აქვს დამთავრებული, მართვის მოწმობას აძლევენ და არბიან თავქუდმოგლეჯილები და ავიცი და გამოცდილება უნდა მიიღოს ზღოლმა ჯერ როგორ მართვის მოწმობას აძლევდა ეგრევე საჭესთან აჯენ რომ არ ვიცი გადაჭარბებული სიჩქარე არის მთავარი ყველაფერი გამომწვევი მიზეზი არის გადაჭარბებული სიჩქარე არის ნასვა მდგომარეობაში მაგრამ ახლა ერიდებიან აღაშდებიან რულიდან მაგრამ რა ვიცი კონტროლი კი გაიზარდა მაგრამ აი რა მიმართულებით ზრდიან და რა მიმართულებით გაზარდეს ეს არის გამოსაკვლევი თვითონ ახლა როგორ ზდიან კონტროლს მასე ნარკომანებსაც დაძდებენ მაგრამ დღეს დაიჭერენ ხვალ გარეთაა ყველა მაგას აი თქვენ რა კუთხით ისურვებდით ამ კონტროლის გაზრდას აი იმ კონტროლს ვინც ატარებს იმას სჭირდება კიდე კონტროლი სიჩქარე პირველ რიგში ახალგაზრდები მოძრაობენ ძღაბად ეს არის ავარიების ძირითადი მაჩვენებელი და როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენ როგორ შევცვალოთ თვითონ ადამიანები ვინც საჭესთან ნუ შეცვალოს იმათმა მოძრაობის წესები და ისწავლონ დარება ნორმალური ცნობიერების ამაღლება სახელმწიფოს როლს როგორ ხედავთ ამ ყველაფერში სახელმწიფო რა შუაშია ეს დამოკიდებულია პიროვნებასთან რომელიც მართავს მანქანას აქ სახელმწიფო არაფერ შუაში არ არის ეხლა ყველა ხوار დაუდგება კონტროლად დაუშვათ რომ მოძრაობენ სწრაფად არიციან მოძრაობის წესები როგორ უნდა იმოძრაონ ამას სახელმწიფო როგორ არეგულირებს ვერანაირად ამასთან როგორც ქვეითი როგორ შეაფასებით გზებზე არსებულ მდგომარეობას ამდენ უსაფრთხოა თქვენთვის გადაადგილება თუნდაც ზებრა გადასასვლელებზე ზებრა გადასასვლელებზე არ არის უსაფრთხო აი თუ კი დავიცათ წესებს მაგალითად შუქნიშანი როცა არის ანთებული მწვანე მანქანისთვის ყველას გონია რომ ეს ქვეითად მოსირავის არ ღვევს ქვეითი მოძრაობას იმიტომ რომ მოძრაობა არის დაუშვათ მწვანე მანქანისთვის წითელი ამ დროს არის ქვეითისთვის და ქვეითი უფრო ხშირად არ ღვევს არ გადადიან გადასასვლელებზე რა ვიცი ალბათ თავარი პრობლემა ალბათ გამოუცდელობაში იქნება ასე ვიტყვი იმიტომ რომ და სითამამეშიც ასე ვიტყოდი იმიტომ რომ ნუ ბევრი არასრულწლოვანია რომელიც მართვის მოწმობას იღებს და მე გონიათ რომ რაღაცა სხვაზე ვინმეზე მეტი ვიცი და აჭარბებენ სიჩქარეს და აი ყოველგვარი ეს მიზეზები ხდება რა შენ ავარიის მიზეზი ნუ ბევრი ცუდი რამის რა და სახელმწიფოს შეუძლია პროში გააკეთოს რომ ნუ სიტყვაზე ზღვარი შემოიტანოს რაღაც დასაკობრივი თუნდაც 17 წელზე რომ გაიცემა მართვის მოწმობა რა ვიცი დიდად ნორმალური არ მგონია უფრო იყოს ასე სრულწლოვანი ან 19-20 ასე და რაღაცა ან ვინმე გვერდზე ეждდეს მართვის მოწმობიანი ან რაღაცა მანძილის ნუ რაღაც შეიძლება ამის დაგეგმა კარგად ესე როგორც არის რა ვიცი ეს ამიზეზი თავისუფლები რახან არიან ესე ახალგაზრდები და რაღაცა მაგიტოა ეს ხშირი ავარიები ასე ვიტყოდი. როგორ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობ თავს
ან თუნდაც ზებრაზე გადასვლის. ნუ ზებრაზე გადასვლას უსაფრთხოდ თავს ნამდვილად არ ვზნობ. ყოველთვის ვიყურები იქით-აქეთ, იმიტომ რომ მაინც არ ვენდობი. და ყოველთვის მიჩვენია რომ ჩემ თავს ვენდო და აი როცა წმინდები რომ გზა გათავისუფლდება და გადასვლა ნამდვილად უსაფრთხოა, იმაშინ გადავდივარ ხოლმე, თორე მანქანებს ისე არ ვენდობ. ეს არის გარკვეულწილად პრობლემა. რა თქმა უნდა, პრობლემაა, რადგან ზებრა გადასასვლელი ისეთია, რომ ყველა ვალდებულია ქვეის დაუთმოს ზებრა გადასასვლელზე. და რამდენი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ზებრაზე დატაკებია ქვეის მანქანა. ესეც ასე ვიტყოდი, რომ პრობლემაა დიდი. აი ბევრი ამბობს, რომ ვთქვათ, თავად ქვეითებიც არ ყვევენ გზაზე გადაადგილების წესებს, ვთქვათ, იქ გადადიან, სადაც ვთქვათ, გადასვლა არ შეიძლება, გადადიან, ვთქვათ, მაშინ, როდესაც ქვეითისთვის წითელია, შუბნიშნებზე. კი ბატონო, ესეც მართალია, მაგრამ თუ ქვეითი არ ღვევს, ჩვენც ხომ არ უნდა დავარღვიოთ. ამიტომ ჩვენ რახან საჭესთან ვართ და მანქანას მართავთ, ქვეითზე მეტი ყურადღება გვმართებს. ესე ვიტყოდი მე. ტრანსპორტია ძალიან ალბათ. ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი. არ ერიდებიან ერთმანეთსაც არცევენ პატივს. ფასო კავშირი რა ვიცი ალბათ პირობებს და ამ უკონტროლობას და ყველაფერს ხელმძღვანელი უნდა თავისი. როგორ ხედავთ, როგორ შეიძლება? კონტროლი ხო შეიძლება და მეტი ის იყოს, მაგრამ კი არა და მაღაზიებშიც უკონტროლობა არსებობდა უწინსანებით სადგური რაღაცა უფრო მათ იყო დაცული და ახლა არის დაუცავია ქვეყანა თითქმის დაუცველია. ხშირი არის, როდესაც ავარიების მსხვერპლი ქვეითები ხდებიან, აი თქვა ზებრა გადასასვლელებზე. თქვენ როგორც ქვეითი ზებრა გადასასვლელზე ძალიან მიჭირს. ახლა ბევრჯერ არის რომ კეთის ინდისიერი ცოტა კი არ არის, რომ გითმობენ გზასთან, მაგრამ ერთი რო დამიტყოს უკან მიხედები, ამან დამიტყო, მაგრამ მეორე არ დამეტაკოს, მაინც ფრთხილად უნდა იყო. სახელმწიფო რო აღარა გვაქვს, ვერ გაიგეთ ბატონო. სადა სახელმწიფო? სახელმწიფო არა. სახელმწიფო თარეგულირდეს ყველაფერი იქნება ნორმალურად. და მაინც თქვენ მაინც რაში ხედავთ გამოსავალს, რა უნდა? დიდხარ სახელმწიფო უნდა შეიქმნეს ნორმალური პასუხებელი პირი უნდა იყოს სათავეში და გვექნება ნორმალური ცხოვრება. მე მგონი არა ნორმალური ცხოვრება გადაეგალა ხალხი ერთი და იგივე საუბრით ოპოზიცია იმას აბარგოს, პოზიცია იმას აბარგოს. დაბალი ფენის ხალხისთვის არაფერი არ გეთდება. ამ ფონზე 2025 წლის ბოლოს პარლამენტში ინიცირებულმა საკანონმდებლო ცვლილებამ დისკუსია გამოიწვია. ინიციატივის მიხედვით ამნისტია შეეხო დაახლოებით 23,000 მძღოლს, რომლებსაც მართვის მოწმობა სხვადასხვა მიზეზით ჰქონდათ ჩამორთმეული, მათ შორის სიმთვრალეში მანქანის მართვის გამოც. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საგზაო უსაფრთხოების მაჩვენებლებით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნებს. ევროკავშირში ავტოსაგზაო შემთხვევებში საშუალოდ 44 ადამიანი იღუპება მილიონ მოსახლეზე, მაშინ როცა საქართველოში ეს მაჩვენებელი 129-ს აღწევს.